საქართველოში მოსავლის ამღები ტექნიკის განსაკუთრებით კი თანამედროვე კომბაინების დეფიციტია, მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სოლიდურ თანხებს ხარჯავს. ქვეყანაში არასაკმარისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ფერმერებისთვის წლიდან წლამდე გამოწვევად რჩება. აგროსექტორში ამბობენ, რომ თანადაფინანსების პირობებიც ფერმერებისთვის ახალი აგრეგატების შეძენა ძვირი სიამოვნება, ამიტომ მნიშვნელოვანია ფერმერებს ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ. Რამდენად ეფექტიანია მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, რატომ არ სარგებლობენ ფერმერების უმრავლესობა ამ საშუალებით და სათხედავ სექტორი გამოსავალს. ელენე გოგბერაშვილი მოგვესმენებს კერძო სექტორის ხმას. ელენე, მოგესალმები და გისმენ. თუმცა მოგესალმებით, სოფლის განვითარების სააგენტო მოსავლის აღების ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში წლიდან წლამდე სოლიდურ თანხას ხარჯავს, თუმცა პროგრამის ძირითადი ბენეფიციარები შედარებით მსხვილი კომპანიები არიან. მცირე და საშუალო ფერმერებისთვის კი აგროვადების დაცვით მოსავლის აღება ტექნიკის დეფიციტის გამო ყოველ წელს პრობლემაა. ფერმერები ამბობენ, რომ სახელმწიფო მხოლოდ ახალი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში გასცემს თანადაფინანსებას, თუმცა ახალი აგრეგატი მაინც ძალიან ძვირი და ზოგიერთი ღირებულება მილიონსაც კი აღწევს, ამიტომ მათი სურვილი და მოთხოვნა სახელმწიფო თანადაფინანსება მეორად ტექნიკაზეც გავრცელდეს. ჩვენაც მოითხოვეთ ეს იყო სილოს ამღები კომბაინი, რომელიც უფრო მერძეული მიმართულებით და მეცხოველეობის მიმართულებით არის საჭირო, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ზოგიერთ შემთხვევაში 2 მილიონ ლარამდეც არის. ამიტომ ვფიქრობ ჩვენ, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ესეთ ძვირ ტექნიკასთან გვაქვს საქმე, მეორადი ტექნიკა რაღაც განსაზღვრული წლების ტექნიკას შეძენაც უნდა იყოს ხელშეწყობილი, იმპორტირებულ ჯგუფის ხობრო ქვეყანაში თქვათ რამდენიმე ათეული ტექნიკა, მაგალითად სილოს ამღები კომბაინის საჭირო და 1 ათეულიც არ გვაქვს ქვეყანაში, რაც იწვევს რა თქმა უნდა დეფიციტს. ვერ ასწრებს ფერმერი აგროვადების აღებას. პირად არის ეს საუბარი, ეს თხოვნა და მოთხოვნაც, რომ იქნებ მეორე ტექნიკაზეც მოხდეს მსგავსი თანადაფინანსება. ყველა ასე ვთქვათ ცნობილი მწარმოებელი თითქმის არის უკვე ქვეყანაში შემოსული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად ფინანსდება ახალი ტექნიკა, ხო, იგივე ძალიან კარგი მეორადი ევროპული ტექნიკა, ძალიან კარგი მეორადი იგივე თუნდაც იაპონური ტექნიკა, რომელიც აი შედარებით უფრო მცირე მასშტაბის ფერმერებისთვის არის ძალიან კარგი ტექნიკა. სამწუხაროდ ვერ ხვდება მსგავსი დაფინანსების პროგრამებში. სამწუხაროა, რომ იგივე აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაშიც არ შედის მეორადი ტექნიკა და ჩვენ ამ საკითხს ყოველ ჯერზე ვაყენებთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებით, რომ მნიშვნელოვანია ამ კუთხითაც გადაიდგას ნაბიჯი. სოფლის განვითარების სააგენტოში გვიდასტურებენ, რომ პროგრამა აგროთანადაფინანსების ახალი მოდელის პირობებშიც უცვლელად გრძელდება. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი მიიჩნევს, რომ დარგის მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ ფინანსები, არამედ არასწორი დაგეგმარებაა. სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს, თუმცა არაკეთებს ანალიზს, სად რა რაოდენობის ტექნიკა გვჭირდება. მისივე თქმით, აქტუალურია პროგრამასთან დაკავშირებული კორუფციული რისკებიც. როგორც ცნობილი გახდა, სოფლის განვითარების სააგენტოს მოქმედმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 9 მილიონ ლარზე მეტი მიითვისეს. გამოძებით დადგინდა, რომ 2021-24 წლებში ბრალდებულებმა გრანტების მისაღებად სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით არაერთხელ მიმართეს სააგენტოს და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტომ ბრალდებულებს მათივე საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხა სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა 826,815 ლარის ოდენობით. ზოგადად რატოა ამ დარგში კორუფცია და ასე შემდეგ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ფერმერებისთვის ხელმიუწვდომელია, ვიღაცისთვის პრობლემაა, ვიღაცა ელოდება და რაღაცა უკეთესი პროგრამა იყოს, მაგრამ გარკვეული ჯგუფები ძალიან მოხერხებულად სარგებლობენ ამ სულ ყველაფრით. დღევანდელ სამინისტროსაც ალბათ მეტი ყურადღება მართებს, მეტი ინფორმაციული უზრუნველყოფა, მეტი დაგეგმა, მეტი პროგნოზირება, მეტი მუშაობა ხალხთან. იძახიან, რომ ხალხთან მუშაობთ, მაგრამ არაფერი არ ემჩნევა აქ. ხალხთან, ფერმერებთან, ან სისტემასთან, ან სტრუქტურის დალაგებასთან მუშაობას. უნდა გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები, ამ ახალ შესაძლებლობებში მე ვფიქრობ, აი საფრანგეთშია, ვთქვათ, იტალიაშიც არის მიღებული ფორმა, სადაც
კოოპერაცია, ორგანიზაციები, რაღაცა წილობრივ მონაწილეობას იღებენ ამ ტექნიკაზე, მერე გარკვეულ ფართობებზე ერთობლივად გეგმავენ, როდის ვის როგორ დაჭირდება, კი არ ძალიან დიდი ქვეყნებშიც არ არის ეს ფუფუნება, რომ ყველამ კომბაინი დაიყენოს. ფერმერისთვის მოსავლის ასაღები ტექნიკის პრობლემა მაინც აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 წელიწადში სოფლის განვითარების სააგენტომ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 42 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. სააგენტოს მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2019-25 წლებში პროგრამით 588 ბენეფიციარმა ისარგებლა, მათგან ყველაზე მეტი იურიდიული პირია, რომელთაც სახელმწიფოსგან თანადაფინანსების ჯამური ბიუჯეტის თითქმის ნახევარი მიიღეს. პროგრამა წელსაც უცხოელად გრძელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 5.8 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ნუცა. მადლობა ელენე, ელენე გოგბერაშვილი.